21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ გურჯაანის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება მამავაჟა სონღულაშვილმა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. საღვთო კრების თანახმად ანგელოზნი ღვთის განგებულებას გვამცნობენ, არასდროს გვტოვებენ და შეწევნისთვის მუდამ მზად არიან. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავს დღევანდელ დღეს, ჩვენი ტაძრის დღესასწაულს. უხორცთა ძალთა ხსენების დღეს მთავარანგელოზთა მიქაელის კრებას და განსაკუთრებულად ამ ტაძრის მრევლს გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, რომ რასაოცარია, როცა ტაძრის დღესასწაულია და როგორ შინაგანად ვემზადებით ყოველთვის ტაძრის დღესასწაულისთვის და უნდა ხშირად ფიქრდებოდეთ ჩვენ რა არის ტაძარი ჩვენთვის, რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში ტაძარს და რას უნდა აკეთებდეთ და ვაკეთებდეთ ჩვენ ტაძარში, რას უნდა ვეძებდეთ ჩვენ ტაძარში. მე ყველას გაგახსენებთ იმ პირველ ჩვენ მოსვლას დედა ეკლესიაში, როდესაც პირველად შევდგით ფეხი დედა ეკლესიაში. როგორი თამდაბალი, როგორი უბრალო, როგორი მორჩილი, როგორი არაფერი არ იცი და როგორი წყურვილით მოვედით ჩვენ დედა ეკლესიაში, რომ ჩვენ გვესწავლა პირჯვრის გამოსახვა, გვესწავლა მეტანის გაკეთება, გვესწავლა ლოცვის წარმოთქვა, მივსულიყავით აღსარებამდე, წმინდა ზიარებამდე, ეხლა უკვე ყოველკვირა თითქმის და ყოველ დღე თითქმის ვეზიარებით, მადლობა ღმერთს და მე ყველას მოგიწოდებთ, რომ განვაახლოთ ჩვენი დამოკიდებულობა წმინდა ტაძართან. რას ნიშნავს განვაახლოთ? რომ ჩვენ გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ჩვენ კრძალვით, შიშით, რუდუნებით შემოვედით ტაძარში და აი ამ დროს დაუბრუნდეთ ჩვენ, რომ რა დროც გინდა გავიდეს, ყოველთვის ადამიანი არ უნდა კარგავდეს კრძალვას, რუდუნებას, ასოებას, წყურვილს, სიყვარულს, მორჩილებას, უბრალოებას დედა ეკლესიაში. და ყოველთვის უნდა კონდეს დიდი განცდა, კრძალვა, სიყვარული და აი წმინდა ტაძრიდან ჩვენ უნდა ვიღებდეთ უდიდეს მადლს, რომელიც არის სულწმინდის მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალ და ნაკურნალთა აღმავსებელი. მთავარანგელოზობას გილოცავთ, მოხარულებთ, რომ დღეს შევძელით ოჯახთან ერთად მოსვლა, მოლოცა მთავარანგელოზ სახელობის ტაძრის, ყველას გილოცავთ, მათი მეუხება არ მოკლდებოდეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს ჯერ თქვენ და მინდა რომ აი ამ ეკლესიიდან მთელ საქართველოს საქრისტიანოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიულოცო დღევანდელი დღე და ასევე მთელ მსოფლიოში დღევანდელი დღე ყოფილიყოს გაერთიანების, სიყვარულის და მშვიდობის მომდავრ. დღევანდელი დღე ყველა ქრისტიანი მართლმადიდებელის დიდი დღესასწაულია. მთავარი ანგელოზების ხსენების დღეა, რომლებიც გვიცავენ ზეციურ საქართველოში. ღმერთმა ყველას გულში დაიბუდოს მთავარმა ანგელოზმა და აკეთოს ყოველთვის სიკეთე, სიყვარულით ესოს